სამთავრობო კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად საწოვის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. ამ დაწყვეტებებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ტაჯიკეთში ექსპორტი 421%-ით გაიზარდა. გასულ წელს შუა აზიურ ქვეყანაში 162 მილიონი დოლარის 7592 ავტომობილი გავყიდეთ, რაც 6.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. ზუგდიდამდე ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა. 76 კილომეტრიანი გზის პროექტის მომზადებისმა და 24 თვეა. დეკემბერში საქართველომ 300 მილიონ კილოვატ-საათამდე ელექტროენერგია იყიდა. იმპორტი იყო თურქეთიდანაც, საიდანაც გასულ თვეში 40 მილიონ კილოვატ-საათი ელექტროენერგია შემოვიდა. მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. სამთავრობო კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად საწოვის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მომდევნო კვირებში გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს. ამასთან დღესვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ორივე საკითხთან, როგორც სურსათის ფასებთან, ასევე გაზპრომის დოკუმენტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სულში აცხადებენ, რომ მედის მიერ დასმულ კითხვებში ინტერესის საგანი იყო, რა ეტაპზეა გამოძიება გაზპრომის დოკუმენტთან დაკავშირებით და გამოიკითხნენ თუ არა მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის ლევან ჟორჟოლიანი და IT უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. ასევე ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოკვლევის ფარგლებში გამოიკითხა თუ არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, მათ შორის ნათია თურნავა. დახომ არ არის გამოკითხული იგი ენერგეტიკის სფეროში არსებული შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიების ფარგლებში, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი. აღნიშნული კომისია გავრცელდება არა მხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებზე და ასევე საწვავის ფასებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის. ვფიქრობთ, რომ კომისია სამუშაოებს დაასრულებს აპრილის ბოლომდე. აქვე პარალელურ რეჟიმში შესაბამისი ჯგუფი შეისწავლის პარლამენტში აღნიშნულ საკითხს და ერთობლივად პარლამენტთან კოორდინაციაში ვფიქრობთ, რომ მივახცევთ სასურველ შედეგს. აქვე მინდა თქვა, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ფასებზე შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოსახლეობას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიცავს ეს ფასები, სად არის ფასნამატები, სად არის ეს ფასნამატები არალოგიკური. ელექტროენერგიის გამომუშავება 2021 წლიდან მინიმალურ მაჩვენებელზეა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით 2025 წელს ენერგოსისტემამ სულ 13 მილიარდ 827 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. წლიურ ჭრილში კლება თითქმის 3%. ამასთან 3%-ით არის გაზრდილი მოხმარება, რამაც დანაკარგების ჩათვლით 14.8 მილიარდი კილოვატ-საათი შეადგინა. მათ შორის მომხმარებლებზე მიწოდება 14.3 მილიარდი კილოვატ-საათი იყო. რა ტენდენციებია ელექტროენერგიის წარმოება, მოხმარება მიწოდების კუთხით და შეიცვალა თუ არა საქართველოსთვის ელექტროენერგიის იმპორტიორების გეოგრაფია. ანუკა ჯოხაძე არკოვდა თემის დეტალებს და შეფასებებს პირდაპირ ეთერში გაგვიზიარებს. ანუკა, მოგესალმებით და გისმენთ. 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 3%-ით 14.9 მილიარდ კილოვატ-საათამდე გაიზარდა. მოხმარებისგან განსხვავებით ჩაშან დენის გამომუშავება შემცირდა. ჯამში დაახლოებით 3.8 მილიარდი კილოვატ-საათი გამოიმუშავა ქვეყნის ელექტროსისტემამ, რაც თითქმის 3%-იანი კლება 2024 წელთან შედარებით. ჩაშანთ მოსადგურებმა დაახლოებით 2.8 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, 11 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია კი გამოიმუშავა ჰესებმა. დაკში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2025 წელი ჰესების გამომუშავების კუთხით განსაკუთრებით პრობლემური იყო. მათი შეფასებით გარდა ცუდი ჰიდროლოგიური პირობებისა, ის გენერაციის ობიექტები, რომლებიც რეალურად დღეს ან შენდება ან ექსპლუატაციაში შედის, არც ერთ მათგანს არ გააჩნია ელექტროენერგიის დაგროვების საშუალება, რის გამოც გაზაფხულის პერიოდში ჰესების ნაწილის წყლის დაყრა ხდება. გენერაციის თვალსაზრისით ნამდვილად სახარბიელო წელი არ გქონია საქართველოში. ეს პროგნოზირებადიც იყო.
წლის შუაში და ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ მანამდე. რომ არა რამოდენიმე ჰიდროელექტროსადგური, რომ არა ის რაოდენობა მცირე მზის ელექტროსადგურებისა, რომელიც გაშვებული იქნა ექსპლუატაციაში, უკანასკნელ პერიოდში ეს ციფრი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრისა გახლავთ ის, რომ ის გენერაციის ობიექტები, რომელიც რეალურად დღეს ან შენდება, ან ექსპლუატაციაში შედის, არც ერთ მათგანს არ გააჩნია ელექტროენერგიის დაგროვების საშუალება. სხვადასხვა პერიოდში თუნდაც TBC ბანკმა გამოაქვეყნა ის, რომ მათ მიერ დაფინანსებული პროექტების საშუალო შეწონილი მაჩვენებელი არის ჩამორჩება გეგმიურს 20%-ით. და ამაზე პასუხისმგებელი არავინ არ არის და სამწუხაროდ ეს შედეგები მერე გადადის მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის კისერზე, რაც აისახება ტარიფებში. როგორც მანამდე აღვნიშნეთ, 2025 წელს დაახლოებით 3%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, რამაც დანაკარგების ჩათვლით 14.8 მილიარდი კილოვატ-საათი შეადგინა. თუმცა დარგის წარმომადგენლები გვიხსნიან, რომ ტექნოლოგიური განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის პირობებში საშუალო წლიური მოხმარების ზრდა მოსალოდნელია, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდოს, რასაც მზად უნდა დავხვდეთ. ერთ-ერთი გამოსავალი, რა თქმა უნდა, მათი შეფასებით, გენერაციის ობიექტების მშენებლობა. ეს არის ჰესები, ეს არის ქარი, ეს არის მზე, ხო? თუ ჩვენ ეს სამი, ასე ვთქვათ, ჩვენი ძირითადი შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ გამოვიყენეთ, წლიდან წლამდე გაიზრდება ჩვენი დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე და წლიდან წლამდე ჩვენ უკან დავიწევთ. თეთრი შურით მშურს, როცა უყურებ სტატისტიკას მეზობელი ქვეყნების და ხედავ იქ, რომ მიდის ჰესების შენებლობა, სადაც ეს შესაძლებელია ფიზიკურად, მიდის ქარის ახალი სადგურების შეყვანა, მზის სადგურების და წლიდან წლამდე ძალიან მაღალი ტემპით მიდიან წინ. ჩვენ კი საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ. დატაცენტრებზე მოთხოვნა ძალიან ფაქტობრივად ევოლუციური სისწრაფით იზრდება და ეს რა თქმა უნდა სერიოზულად გასცდის კიდევ მოხმარებას. ამას რომ დავუმატოთ ელექტრომობილები, შესაბამისად მრავალი ახალი ქარხნები და ასე შემდეგ, ანუ კი დანამდვილების პროგნოზი მაკეთკენ იქნება, რომ ელექტროენერგიის მოხმარება მთელ მსოფლიოში გაიზრდება და მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოშიც და ეს იქნება ძალიან სწრაფის და ანუ არ იქნება ისეთი ტემპი, როგორიც აი აქამდე ამ წლების განმავლობაში ჰქონდა და კი ესეც დანამდვილებით გასათვალისწინებელია, რომ აქაც ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავეციოთ ამ ზდას, ამ ტენდენციას და ეს არ მოხდეს, ეს დაწევა არ მოხდეს ისე და ისე იმპორტის ხარჯი. გასულ წელს კლებას აჩვენებდა ექსპორტიც და პირველად ბოლო წლებში იმპორტიორთა შორის გამოჩნდა თურქეთიც, რომელიც საქართველოსთვის ელექტროენერგიის ექსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია. შარშან დეკემბერში საქართველომ თურქეთიდან, რომელიც ტრადიციულად საქართველოსთვის ექსპორტიორი ქვეყანა, 40.5 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია იყიდა. გალტენდაგარჯი თურქეთიდან გაზრდილ საიმპორტო მოცულობებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ ეს სავარაუდოდ ტექნიკური ხასიათისაა. მარიამ ჩახვაშვილი გვიხსნის, რომ ქვეყანას ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს, თავარია გამომუშავების გაზრდა შევძლოთ. ვერ ვიტყვით, რომ თურქეთს იმხელა დეფიციტი აქვს, რომ აინც ჩვენგან ჭირდება ელექტროენერგია ან სომხეთს. ყველას რაღაცნაირად ეს თემა ისე აქვს, რომ თვითგმანები არიან, მაგრამ თუ გვექნება ჩვენ რესურსი, გვაქვს საშუალება რომ გავიტანოთ, თუ ეს იქნება ფასთაშორის სხვაობით მომგებიანი, გვაქვს რესურსი რომ გავიტანოთ. ჩვენ თუ ჰიდროსადგურებით ვაწარმოებთ და თურქეთს აქვს საკმაოდ მაღალი გაზის და ნახშირის წარმოება, ალბათ ჩვენი უფრო იაფი იქნება მათ გაზთან და ნახშირთან შედარებით და გვაქვს პოტენციალი რომ გავიტანოთ ამ ბაზარზე. იგივე სომხეთი არის საექსპორტოდ მიმზიდველი ბაზარი, იმიტომ რომ იქ ატომური სადგური არის და ამის ჩანაცვლებას გეგმავენ გრძელვადიან პერსპექტივაში. აღსანიშნავია, რომ 2025 წელსაც გაგრძელდა ელექტროენერგიის ექსპორტის კლების დინამიკა. საექსპორტო ბაზრებზე მხოლოდ 500 მილიონი კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება მოხდა. მადლობა ანუკას, ანუკა ჯოხაძე იყო, რომელმაც ენერგეტიკაში არსებული მაჩვენებლები გაგვასწრო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. 2025 წელს საქართველოდან ტაჯიკეთში ექსპორტი 431%-ით 179 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამგვარად ტაჯიკეთმა საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების ათეულში მე-10 ადგილი დაიკავა. ექსპორტის მიხედვით 2025 წელს მთავარი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში საქართველოს გადაზიდვების ყველაზე დიდი ზრდა სწორედ ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ჰქონდა. ამგვარად რეგიონიდან ყირგიზეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის შემდეგ ტაჯიკეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც 2.5%-იანი წლის
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში შედის, ყველაზე დიდი მოცულობით საქართველოდან ტაჯიკეთში ავტომობილები გადის, კერძოდ შარშან ტაჯიკეთში სულ 162 მილიონ 299,000 დოლარის ღირებულების 7,592 ავტომობილი გაყიდეთ, რაც 6.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. ისევ ავტომობილების თემით უნდა გავაგრძელოთ. საქართველოს ნომერ 1 საექსპორტო პროდუქტად კვლავ მსუბუქი ავტომობილები რჩება. გასულ წელს საზღვარგარეთ საქართველოდან რეექსპორტზე სულ 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების 111,600 ავტომობილი გავიდა, რაც წლიურად ღირებულებაში 16%-იანი მატებაა. საქსტატის თანახმად ყველაზე დიდი მოცულობით ავტომობილების რეექსპორტი კვლავ ყირგიზეთში ფიქსირდება, სადაც შარშან $1.424 მილიონი ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც 19%-იანი მატება. მეორე ადგილზეა 784 მილიონი დოლარის ღირებულების ავტოექსპორტით ყაზახეთია, ამ შემთხვევაში ზრდა 4%-ია, მესამეზე აზერბაიჯანი, სადაც ავტომობილების რეექსპორტი წლიურად 26%-ითაა შემცირებული. მეოთხეზე კი ტაჯიკეთია, სადაც როგორც აღენიშნა, შარშან 162 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში მზარდი იყო ავტომობილების იმპორტი. გასულ წელს საქართველოში სულ 3.19 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა, რაც წლიურად 11.9%-იანი მატებაა. რა ტენდენციებია საავტომობილო ბაზარზე და როგორია მოლოდინები უკვე 2026 წლისთვის ამ თემებზე სტუმართან კავკასიის ავტოიმპორტის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსთან ალექსანდრე ვეკუასთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ალექსანდრე, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართვისთვის. მოგესალმებით, მე ვესალმებით თქვენს მოყოლებას. როგორც სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნეთ ალექსანდრე, შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილების რეექსპორტის კუთხით გასული 2025 წელი იყო რეკორდული და დაახლოებით 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიყვანეთ საქართველოდან რეექსპორტზე. ბაზრები ძირითადად ისევ ცენტრალური აზიის ქვეყნები მოდის, მათ შორის გააქტიურებული არის ტაჯიკეთი, სადაც მნიშვნელოვანი 6-ჯერ და 6.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებლები არის. რომ ვისაუბროთ იგივე საექსპორტო ბაზრებში, თუ იყო რაიმე ცვლილება, განსხვავება იგივე თქვენი კომპანიის მაგალითზე და საინტერესო არის მათ შორის ტაჯიკეთის მიმართულება, კიდევ ერთი ცენტრალური აზიის ქვეყნის ნაწილი, რატომ შეიძლება ითქვას, რომ გამოიკვეთა გასულ წელს? კი ბატონო, ჩვენ ზოგადად ავტოიმპორტიორები თანხებში ნაკლებად უფრო რაოდენობაში ვითვლით ხოლმე იმპორტს და რეექსპორტს და მე უფრო რაოდენობის ნაწილს მოვყვები, ასე ვთქვათ. იმპორტში რაოდენობრივად 2025-24 შედარებით დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს და რეექსპორტში დაახლოებით 6%-იანი. ასევე იმპორტის ნაწილში აღსანიშნავია, რომ გაზრდილია ელექტრომობილების იმპორტი დაახლოებით 91% და პირველადი რეგისტრაცია ელექტრომობილების თითქმის 5% დაფიქსირდა. რეექსპორტს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ და იგივე სტატისტიკა შეგვიძლია მეც მოვიყვანო, რომ ისევ შუა აზია ლიდერობს, უბრალოდ რაოდენობრივად შემიძლია ვთქვა, რომ ყაზახეთია პირველ ადგილზე დაახლოებით 23-25%-იანი ბაზრის წილით, შემდეგ ყირგიზეთი მოდის 30-32% და ტაჯიკეთი თქვენ ახსენეთ, რომ 5%-იანი წლის ჭრილში კი ბატონო, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან არის გააქტიურებული და ჩვენ 2025 წლის ბოლო კვარტალს თუ ავიღებთ, აქ უკვე 15-16%-იანი წილია. ერთი კვარტლის ჭრილში, რაც საკმაოდ მსხვილი მოცულობაა. ზოგადად ტაჯიკეთში საბოლოო დანიშნულების წერტილია და 1000-ობით ავტომობილი შედის და მათ შორის იგივე ემირატებიდან, დუბაიდან 1000-ობით ავტომობილი და ჩვენ ასე ვთქვათ მათთვის ერთ-ერთი საინტერესო ბაზარი გახლავართ საავტომობილო ჰაბი რეგიონში და კონკურენციაში ვართ მათთან და ძალიან მისასალმებელი ტენდენციაა და ვიმედოვნებთ, რომ წელსაც ეს ზრდა გაიზრდება. უკვე 2026 წელთან დაკავშირებით მოლოდინები როგორი არის, რამდენად შეიძლება რეექსპორტის ნაწილში ეს მაღალი ზრდები შეიძლება ითქვას გაგრძელდეს და რაიმე სტაგნაციას ხომალდებით ამ მიმართულებაში, რამდენად დივერსიფიცირებული არის ზოგადად საექსპორტო ბაზრები ამ ნაწილში? კარგი კითხვა, ნამდვილად დივერსიფიკაცია ალბათ 2026 წლის გამოწვევა ნამდვილად იქნება. ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს როგორც საავტომობილო ჰაბი სრულიად დივერსიფიცირებულია, რადგან როდესაც ქვეყნის ვთქვათ რეექსპორტის პოტენციალი ორ ქვეყანაზეა დამოკიდებული მაქსიმუმ 3-ზე, ეს დივერსიფიკაციაც ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლიდი. თუმცა აქეთკენ მივდივართ, არის სხვა საინტერესო ბაზრებიც, სადაც მუშაობა საჭირო იგივე მარკეტინგ
სტიმულად და იგივე სხვადასხვა რესურსებით, რომ მეტად დივერსიფიცირება მოვახდინოთ ეს ჩვენი პორტფელის და 2026-ის გამოწვევა ალბათ ესეც იქნება. ზოგადად ამ ბიზნესში პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია ხოლმე, იმიტომ ვოლატილურ რეგიონში ვცხოვრობთ, თქვენც მოგეხსენებათ სიტუაცია გეოპოლიტიკური მათ შორის იცვლება, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც, ქვეყნები ხშირად ცვლიან ხოლმე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარშემო და იქ ეს ბიუროკრატიული ნაწილი სამწუხაროდ ისევ შემორჩა, ძალიან ხშირად იცვლება იგივე საბაჟო კანონებიც და ამიტომ პროგნოზების გაკეთება ამ ბიზნესში ძალიან რთულია და ვეცდები რომ თავი შევიკავო, თუმცა ბოლო წლებს რომ გადავხედავთ და წარსული გამოცდილება, რასაც გვეუბნება, რომ წლიდან წლამდე მზარდია ეს ბიზნესი, წლიდან წლამდე საქართველოს როგორც საავტომობილო ჰაბი ძლიერდება რეგიონში და 2026-შიც ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. ზოგადად ყოველ წელს პრაქტიკულად ერთ და იგივე მეორდება სეზონურობა ახასიათებს ამ ბიზნესს და ჩვენ ეხლა შევდივართ ისეთ პერიოდში როცა ვთქვათ გაყიდვების დაბალი მაჩვენებელია და პროფიციტის ფაზაში შევდივართ, სადაც მიწოდება გაასწრებს მოთხოვნას და დაახლოებით გაზაფხულისკენ კი პირიქით და შემოდგომას როგორც წესი და დეფიციტიც გვაქვს ხოლმე. ამიტომ ამ ბიზნესში წლის პირველი კვარტალი ყველაზე აქტიური ნამდვილად არ გახლავთ და ეხლა ჩვენ შევდივართ ეგრეთ წოდებულ პროფიციტის ფაზაში. და ისაუბრის ბოლოს ფასებთან მიმართებაში, რომელიც მომხმარებელს ტრადიციულად აინტერესებს ხოლმე, ფასებზე რა მოლოდინი უნდა გქონდეს 2026 წლის განმავლობაში? ზოგადად 2025-ში მოგეხსენებათ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა შეიცვალა, იმპორტზე დააწესა გადასახადები, რამაც მოკლევადიან პერიოდში შტატებიდან ავტომობილებზე ფასები გაზარდა 10-15%, თუმცა იმდენად კარგად არის აღდგენილი ახალი ავტომობილის მიწოდების ჯაჭვი და 2025-ში კიდევ უფრო ვთქვათ პანდემიის შემდგომ აღდგა და ვთქვათ აქ პრაქტიკულად პრობლემა აღარ არის ახალი ავტომობილების მიწოდებაში, ამან დააბალანსა მეორადზე მოთხოვნა და ეს ფასები ისევ დასტაბილურდა. შეიძლება ითქვას კიდევაც, რომ საშუალო ფასი შემცირდა 2025-ში 24-თან შედარებით. ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნა, საშუალო ფასი ავტომობილის, ესე რომ ვთქვათ, დაახლოებით $9,500 ჩვენივე სტატისტიკით და რეექსპორტზე დაახლოებით $19,000. ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს უსურვებთ თქვენ კომპანიას 2026 წელსაც. კავკასიის ავტოიმპორტის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი, როგორც მოისმინეთ. ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ვაშინგტონში ქართული კომპანია ორბი გრუპის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე ქართული კომპანია ბლოკ გრუპის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით თეთრ სახლში 5 დეკემბერს გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ სადღესასწაულო შეკრებაზე, რომლის დროსაც ტენორი ანდრია ბოჩელის საკონცერტო გამოსვლა შედგა. პრეზიდენტისა და პირველი ლედის სტუმრებს შორის იყვნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, გენერალური პროკურორი პემ ბონდი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი, ასევე თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უაილსი და სხვები. საღამოს თანაპროდიუსერი იყო მარკ ადვენტი, რომელიც დეველოპერი და გლობალური ბიზნესის უძრავი ქონებისა და ტურისტული კომპანიების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო დონეზე აღიარებული გავლენიანი ფიგურაა. ადვენტის თქმით, ქართველი ბიზნესმენები ირაკლი კვერღელიძე და თორნიკე ჯანიაშვილი საშობაო საღამოზე იყვნენ მიწვეულები, რის შემდეგაც BMG-ის ინფორმაციით ორბი ჯგუფისა და ბლოკ ჯგუფის დირექტორები ადვენტისა და მისი პარტნიორის ბილი ალენის წინასწარ დაგეგმილ ბიზნეს შეხვედრებს შეუერთდნენ. ადვენტ ალენ ინტერნეშნალი ორბი გრუპთან და ბლოკ გრუპთან პარტნიორობით ლას-ვეგასში მასშტაბური ინტეგრირებული კურორტისა და კაზინოს პროექტის დასაანონსებლად ემზადება და აქტიურად განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე დალისტვის შესაძლებლობას. მათ ახალ პროექტებს შორისაა $190 მილიონი ღირებულების გასართობი ცენტრი ლას-ვეგასში, რომელიც შთაგონებულია Paramount Pictures-ისა და ტომ კრუზის ფილმებით Top Gun-ითა და Top Gun Maverick-ით. ირაკლისა და თორნიკეს ჩვენთან ერთად ყოფნა თეთრ სახლში მართლაც არაჩვეულებრივი იყო. ისინი ქართულ ბიზნესს საუკეთესო ფორმით განასახიერებენ და ჩემი ნამდვილი მეგობრები და გამორჩეული ლიდერები არიან. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით უკვე დიდი ენთუზიაზმით ველოდებით მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას, როდესაც შეერთებული შტატები 4 ივლისს 250 იუბილეს იზეიმებს. ამბობს ადვენტი.
ამ დროისთვის საქმის კურსი დასრულებული, მე გემშვიდობებით, თქვენ კი წინ გელი ჩემაჯამებელი გამოშვება 19 საათზე ანა ლაპიაშვილთან ერთად.